მხოლოდ ერთი გვირაბი რჩებოდა გასავლელი და მიზანი, რომელიც ჰანტერმა დაუსახა, მიღწეულად ჩაითვლებოდა. 2 ან 3 კილომეტრიანი მშრალი და მშვიდი მონაკვეთი. არაფერზე ფიქრობდა, თავში ისეთივე სიცარიელე ჰქონდა, როგორც ამ გვირაბებში იყო. 40 წუთი, მხოლოდ 40 წუთი და პოლისში მივა. აღარც სიბნელი ადარდებდა, არც ის რომ იარაღი და საბუთები არ ჰქონდა და უცნაურად სექტანტივით ეცვა. არაფერი ცოდა ამ გვირაბის შესახებ, მაგრამ მაინც არ ეშინოდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ სანამ არჩეულ გზას ადგა, ვერავინ და ვერაფერი შეუშლიდა ხელს. ყველაფერი ექომ გააფუჭა. იმის გამო, რომ გვირაბი ცარიელი იყო, ნაბიჯების ხმა ტალღისებურად ვრცელდებოდა და გაათმაგებულად ბრუნდებოდა. მოეჩვენა, რომ ვიღაც მისდევდა და მისი ფეხის ხმა ესმოდა. ცოტა ხნის შემდეგ ეს შეგრძნება იმდენად გაუმძაფრდა, რომ შეჩერდა და ყური მიუგდო. კვლავ ისმოდა თუ არა ეს ხმა. ნაბიჯი შეანელა, შეეცადა ჩუმა დევლო. თანაკვირდებოდა რა მოვიდოდა ექოს. ბოლოს სულ გაჩერდა და ისე მიაყურა და გარშემო სრული სიჩუმე იდგა. ახლა როცა მოძრაობა შეწყვიტა, სივრცის რეალობის შეგრძნება დაკარგა. სანამ მიდიოდა ფეხქვეშ გრძნობდა სრულიად მატერიალურ ლიანდაგს და შპალებს. სიბნელეში გაჩერებულმა კი ვეღარ გაიგო სად იყო. ისევ დაადგა გზას და უცებ მოეჩვენა, რომ ფეხის ხმა მანამ გაისმა, სანამ თვითონ დააბიჯებდა ბეტონის იატაკს. გული აუჩქარდა, მაგრამ მაინც შეძლო დაერწმუნებინა თავი, რომ არ შეიძლებოდა ამისათვის ყურადღების მიქცევა. ერთხელ ცდილობდა ყურადღება არ მიექცია ამ ხმებისათვის. მერე მოეჩვენა, რომ ექომ მიუახლოვდა. მაშინ ყურები თითები დაიცვა და ასე გააგრძელა სიარული. დიდხანს ვერ გაძლო, ხელები ჩამოუშვა და ისევ გაიგონა იგივე, რომელიც ახლა წინიდან ისმოდა. კვლავ შეჩერდა. რამდენიმე წამში ხმაც შეწყდა. გვირაბი აშკარად ცდიდა მას. ახლა უნდა მოეკრიბა ნებისყოფა და შიში დაეძლია. არა, არ დანებდება. უკვე ძალიან ბევრი რამ გამოსცა და ამიტომ სიბნელესა და ექოს არ შეუშინდება, მაგრამ იყო კი ეს ნამდვილი ექო? ნაბიჯები აშკარად უახლოვდებოდა, რაშიც ეჭვის შეტანა აღარ შეიძლებოდა. უკანასკნელად რომ შეჩერდა, ფეხის ხმა უკვე 20 ნაბიჯში გაიგონა. არწევს ცივმა უფლმა დაასხა და იყვირა. ჰეი, ვინ ხარ მანდ? ექომ ეს სიტყვები სულ ახლოს გაიმეორა და მოხდა საოცრება. გვირაბში გავარდნილი ხმა უკან მეორე მხრიდან დაუბრუნდა და საკუთარი ნათქვამი უკუღმა მოესმა. ბოლოს კი ვიღაცა 30-ოდე ნაბიჯში გარკვევით წარმოთქვა. ჰეი, ვინ ხარ მანდ? ამას არწევმა ვეღარ გაუძლო. შებრუნდა და უკან წავიდა. ჯერ ნელა მიდიოდა. თანდათან აუჩქარა ნაბიჯს. ბოლოს კი უკვე მირბოდა. გაჩერდა. მხოლოდ მაშინ, როდესაც რაღაცას დაეჯახა. ექო მაშინვე მოკვდა. 5 წუთის შემდეგ არწევმა ნებისყოფა მოიკრიფა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ბოროვიცკაიას მიმართულებით. ყისვე ვიღაც უხილავი დაიძრა მისკენ. გაჩერდებოდა თუ არა არწევი, მისი თანამგზავრის ნაბიჯების ხმაც წყდებოდა. ახლა უკვე სრულიად დარწმუნდა, რომ ეს ექო არ იყო. ბოლოს ნაბიჯები უკვე გაწვდილი ხელის მანძილიდან მოისმოდა და არწევს ნერვებმა უმტყუნა. წინ გადახტა და მუშტები დააყარა უხილავ არსებას. თუმცა წინ მხოლოდ სიცარიელე დახვდა. არავინ ცდილა მისი დარტყმების მოგერიებას. არწევი გაჩერდა და სული მოითქვა. მერე კვლავ სადა წინ წასულიყო და როგორც კი დაიძრა, ნაბიჯების ხმა ისევ მოისმა. კიდევ მოიქნია მუშტი და ისევ არავინ დაუხვდა წინ. ცოტაც და ალბათ ჭკუიდან შეცდებოდა. ცდილობდა სიბნელეში რამე გაერჩია, მაგრამ ამაოდ. სმენად იქცა, მაგრამ ვერაფერი გაიგონა. გარშემო სრული სიჩუმე იყო. ერთხანს კიდე მოიცადა, რომ ცოტა დამშვიდებულიყო. თავს ირწმუნებდა, საშიში არაფერიაო. ალბათ მაინც ექოა, ფიქრობდა სასოწარკვეთილი. შენ რომ დაბრუნდები, მამობილს ვკითხავ, თუ შეხვედრია ასეთ რამეს. ისევ დააპირა გზის გაგრძელება, მაგრამ პირველი ნაბიჯი გადადგა თუ არა, ვიღაცამ შიგ ყურში ჩაშურჩულა. დაიცადე, ახლა შენ იქ მისვლა არ შეიძლება. ვინ ხარ? ვინ არის აქ? იყვირა არწევმა, მაგრამ არავინ უპასუხა. ყმაწვილმა უფლი მოიწმინდა და ბოროვიცკაიასაკენ გასწია. მისი უხილავი თანამგზავრი კი ჩანდა საპირისპირო მიმართულებით წავიდა. ფეხის ხმა სულ უფრო შორდებოდა და ბოლოს საერთოდ მიჩუმდა. არწევი კიდევ ერთხელ შეჩერდა. ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო, თავს იმტვრევდა, ცდილობდა გაიგო, თუ რა იყო ეს. მსგავსი რამ არასოდეს არ გაეგონა არც მეგობრებისგან, არც მამობილისგან, მაგრამ გრძნობდა, რომ იდუმალი ხმა საგანგებოდ აფრთხილებდა. უნდა დაეჯერებინა მისთვის. შემდეგი 20 წუთი ლიანდაგზე ჩამომჯდარმა გაატარა. კანკალმა აიტანა, თავბრუ ეხვეოდა და კვლავ ჩაესმოდა ყურში ის სიტყვები. როდესაც ცოტა დამშვიდდა, ადგა და გზა გააგრძელა. მიდიოდა და ცდილობდა არაფერზე ეფიქრა. რამდენიმეჯერ ფეხი წამოკრა ძირს დაგდებულ კაბელს. ეს იყო და ეს, როგორც იქნა, გვირაბის ბოლოში სინათლე გამოჩნდა. ეს ბოროვიცკაია იყო. მან პოლისს მიაღწია.
უცებ სადგურიდან შეძახილები და სროლის ხმა გაიცმა, რასაც მოჰყვა დაჭრილითა გმინვა და ლანძღვაგინება. არწივმა უკან დაიხია და კედლის ნიშაში შეიმალა. ავტომატი კიდევ ერთხელ აკაკანდა. დაიცადე. როდესაც ყველაფერი მიწნარდა, არწივმა გაბედა სამალავიდან გამოსვლა და ხელებაწეული ნელა გაემართა სადგურისაკენ. ბოროვიცკაიაზე საგუშაგოები არ იყო, ალბათ იმიტომ, რომ პოლისი ხელშეუხებლად ითვლებოდა. გვირაბიდან 5 მეტრში აღმართული ცემენტის ბლოკები გამშვებ პუნქტზე მიუთითებდა. ბლოკებთან ვიღაცის დასისხლიანებული გვამი ეკდო. მწვანე ფორმიანმა მესაზღვრეებმა არწივი შეამჩნიეს და უბრძანეს. პირით კედლისაკენ დამდგარიყო. ყმაწვილი უსიტყვოდ დამორჩილდა. სწრაფად გაჩხრიკეს. კითხეს ჰქონდა თუ არა პასპორტი, ხელები უკან გაუკავეს და სადგურზე წაიყვანეს. იქაურობა ისე იყო გაჩახშახებული, არწივი ნამდვილად დაბრმავდებოდა, თვალები რომ არ დაეხუჭა. მაშ ეს სიმართლეა, ფიქრობდა გზად, ლეგენდები თურმე არ ტყუოდა. მესაზღვრეებმა თვალები აუხვიეს და ეს ესიამოვნა კიდევაც. თურმე რამტკივნეული ყოფილა წინაპრების ცხოვრებაში დაბრუნება. სახვევი მხოლოდ დარაჯის ოთახში შეხსნეს, სადაც ჩახჩახა დათვრების ნაცვლად ალუმინის მომცრო ჯამში სანთელი ენთო. ოხრით შეღებილ ხის მაგიდასთან იჯდა მწვანე ფორმიანი გაუპარსავი სქელი ოფიცერი, რომელიც სანთლის ნაღვენს აგროვებდა და აკვირდებოდა თუ როგორ ცივდებოდა იგი. არწივამ რომ შეიყვანეს, კარგა ხანს უყურა და ბოლოს კითხა. საიდან მობრძანდი? პასპორტი რა უყავი? თვალზე რა დაგემართა? არწივმა გადაწყვიტა დაუფარავად ეთქვა ყველაფერი, მოყვა, რომ მისი პასპორტი ფაშისტებთან დარჩა და თვალიც კიდაღა მიგდატოვა. ნამდვილად არ ელოდა, რომ მის მონათხრობს ასე კარგად მიიღებდნენ. ოფიცერმა თავი გადააქნია. ჰო, ვიცით, აი ეს მოპირდაპირე გვირაბი ჩეხოვსკაიასაკენ მიდის. იქ ნამდვილად ციხესიმაგრე ავაგეთ. ჯერჯერობით არ ვეომებით ერთმანეთს, მაგრამ კეთილი ადამიანები გვირჩევენ, ყურადღება არ მოვადუნოთ. ნათქვამია civic pacem parabellum. თუ მშვიდობა გინდა, ემზადე ომისთვის. ოფიცერმა არწივს თვალი ჩაუკრა. ბოლო ფრაზა არწივმა ვერ გაიგო, მაგრამ არჩი არ ეკითხა მისი მნიშვნელობა. ოფიცერს იდაღზე უცნაური სვირინგი ჰქონდა, რადიაციით დამახინჯებული ორთავიანი ფრინველი მოკაუჭებული ნისკარტებით და გაშლილი ფრთებით. რაღაც მოაგვოდა ამ ნახატმა, მაგრამ ვერ იხსენებდა სად და როდის ენახა მსგავსი რამ. როცა ოფიცერი შებრუნდა, არწივმა შეამჩნია, რომ ზუსტად ასეთივე სვირინგი, ოღონდ უფრო პატარა ოფიცერზეც საფეთქელზეც ჰქონდა. რა საქმე გაქვთ ჩვენთან? კითხა მან არწივს. ერთ ადამიანს ვეძებ, მელნიკი ჰქვია, ალბათ მეტსახელია, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გადავცე. ამის გაგვედებაზე მესაზღვრეს უმალ გაუმკაცრდა სახე და არწივს გაკვირვების შეაცხერდა. შეგიძლიათ მე მითხრათ. არწივმა თავი გააქნია და დაიწყო ახსნა, რომ ამას ვერ გააკეთებდა, რადგან დაავალეს მხოლოდ მელნიკისათვის გადაეცა დანაბარები. ოფიცერი კიდევ ერთხელ დააკვირდა ყმაწვილს. მერე ერთ-ერთ ჯარისკაცს რაღაც ანიშნა და მანაც ტელეფონის შავი პლასტმასის აპარატი მოუტანა. მესაზღვრემ დისკი დაატრიალა და ყურმში ჩასძახა. სამხრეთის ფორპოსტი ივაშოვი, პოლკოვნიკ მელნიკოვთან. სანამ ივაშოვი პასუხს ელოდა, არწივმა ორთავიანი ფრინველის სვირინგები ორივე ჯარისკაცის საფეთქელზე შეამჩნია. როგორ წარგადგინოთ? კითხა ოფიცერმა არწივს. გადაეცით, რომ ჰანტერისგან ვარ და სასწრაფო ამბავი მაქვს. ივაშოვმა თავი დაუქნია, მერე ვიღაცას ტელეფონში კიდევ 1-2 სიტყვა უთხრა და საუბარი დაამთავრა. ხვალ დილით ზუსტად 9-ზე სადგურ არბატსკაიას უფროსთან უნდა იყო. იქამდე თავისუფალი ხარ და კარში მდგომ ჯარისკაცს ანიშნა, არწივი გაეტარებინა. მერე თითქოს რაღაც გაახსენდა, ყმაწვილს მიმართა. გონი პირველად მოხვედი ჩვენთან, თანაც საპატიო სტუმარი ხარ. აჰა, აიღე, ოღონდ უნდა დააბრუნო. და მან არწივს გაქიქილ მეტალის ჩარჩოში ჩასმული მზის სათვალე გაუწოდა. ხვალ, არწივს ძალიან დასწყდა გული. ნუ თუ ამისათვის იარა აქამდე ასე თავდაუზოგავადო, ნუ თუ ამიტომ ჩქარობდა და აიძულებდა თავს ევლო მაშინაც კი, როდესაც აღარ ქონდა მის ძალა. რატომ არ შეუძლია ვიღაც მელნიკს დღეს გამონახოს მისთვის 2 წუთი? იქნებ უკვე დააგვიანა და მელნიკმა იცის ისეთი რამ, რაზეც არწივს წარმოდგენა არ აქვს. შეიძლება ისე დააგვიანდა, რომ მისიამ აზრი დაკარგა. ხოლო თვალ ვერ მოითმინა არწივმა. პოლკოვნიკი დღეს სადგურიდან გასულია დავალებაზე, ხვალ დილით დაბრუნდება. განუმარტა ივაშოვმა, შენ კი ამასობაში ცოტას დაისვენებ. ყმაწვილი ცოტა დამშვიდდა, თუმცა მაინც ნაწყენი დარჩა. გარეთ გამოვიდა და სათვალე გაიკეთა. შუშები დაკაწრული იყო და
პერსპექტივასაც ამრუდებდა, მაგრამ მაინც სათვალით ჯობდა. ჯერ ერთი ვერცხლისწყლის სანათების მეტად კაშკაშა შუქზე სათვალის გარეშე უთუოდ დაბრმავდებოდა და მეორედ სათვალე ჩალურჯებულ თვალს უფარავდა. შეამჩნია, რომ სადგურზე ბევრ ადამიანს ეკეთა მუქი სათვალე და გაიფიქრა, ალბათ ისინიც სტუმრები არიანო. აქ საერთოდ არ იყო ჩრდილი ვედეეხაზე და სხვა სადგურებზე მწირი განათება ტოვებდა უამრავ ბნელ ადგილს. ადამიანს რამდენიმე ჩრდილი ჰქონდა, ერთი ქრქალი სათლის შუქისაგან, მეორე მოწითალო ავარიული განათებისაგან, მესამე კი ელექტროფარნის შუქისგან, მკვეთრად შავი. ეს ჩრდილები ერთმანეთში ირეოდა, თვალს ატყუებდა და იდუმალებით მოცულ სურათს ქმნიდა. პოლიში კი დღის სინათლის ნათურების დაუნდობელი კაშკაშა ყველა ჩრდილს ანადგურებდა. ბოროვიცკაია იმდენად ლამაზი და კეთილმოწყობილი იყო, რომ ყმაწვილს აღტაცებისგან სული შეეკრა. მარმარილოს კედლებზე და შეთეთრებულ ჭერზე ჭვარტლის ნასახიც არ ჩანდა. ირგვლივ სისუფთავე იყო. ლურჯ უნიფორმაში ჩაცმული ქალი გულმოდგინედ წმენდა კედელზე გამუქებულ ბრინჯაოს პანოს. საცხოვრისები აქ თაღებში იყო მოწყობილი. ორივე მხარეს მხოლოდ ორ-ორი თაღი დაეტოვებინათ გასასვლელად. დანარჩენები კი აგურით იყო ამოშენებული და ნამდვილად აპარტამენტებს გავდა. ზოგიერთ ხის კარი და შემინული ფანჯრებიც კი ჰქონდა. ერთ-ერთი ბიდიდან მუსიკის ხმა ისმოდა. ბევრ კართან ფეხსაწმენდი ხალიჩა. საცხოვრისები ისეთი მყუდრო და კომფორტული ჩანდა, რომ არწივს ბავშვობა მომაგონა. ყველაზე საოცარი მაინც ის იყო, რომ სადგურის ორივე კედლის გასწვრივ წიგნის სტელაჟები მოეწყოთ. წიგნებს ეკავა ბინებს შორის დარჩენილი მთელი სივრცე, რის გამოც სადგური შუა საუკუნეების ბიბლიოთეკას ჰგავდა. ასეთი ბიბლიოთეკის შესახებ არწივს ბორხესის წიგნში ჰქონდა წაკითხული. ბაქნის ბოლოდან ესკალატორები იწყებოდა. იქ გადასასვლელი სადგურ ბარბაცკაიაზე. ჰერმეტული ჭიშკარი ღია იყო, მაგრამ იქვე პატარა ბლოკპოსტი იყო მოწყობილი. დაცვა ყველა მსურველს შეუფერხებლად საბუთების შეუმოწმებლად ატარებდა ორივე მხარეს. ბაქნის მეორე ბოლოში კი ნამდვილი სამხედრო ბანაკი იყო განლაგებული. იქ რამდენიმე მწვანე ბრეზენტის კარავი იდგა. კარებზე ისეთივე ნიშანი ორთავიანი ფრთებგაშლილი ფრინველი ეხატა, როგორიც არწივმა ოფიცრის ოთახში ნახა. იქვე იდგა ურიკა, რომელზეც რაღაც დიდი ცეცხლსასროლი იარაღი დაემაგრებინათ. ბრეზენტის საფრის ქვეშიდან მხოლოდ გრძელი, ბოლოში გაფართოებული ლულა ჩანდა. ორი მწვანეფორმიანი და მუზარადიანი გუშაგი ამ იარაღთან მორიგეობდა. განათებულ მაჩვენებელზე ქალაქში გასასვლელი ეწერა. ეს რომ დაინახა არწივისათვის სრულად გასაგები გახდა, თუ რისთვის იყო საჭირო უსაფრთხოების ასეთი ზომები. მეორე კიბე საერთოდ ამოშენებული იყო უზარმაზარი ცემენტის ბლოკებით. შუა ბაქანზე ხის დიდი მაგიდები იდგა, მათ გარშემო ნაცრისფერ გრძელ ხალათებში ჩაცმული ადამიანები ისხდნენ და რაღაცაზე გატაცებით საუბრობდნენ. არწივი მიუახლოვდა მათ და შეამჩნია, რომ ამ ადამიანთა საფეთქლებზე სვირინგები ჰქონდათ, მხოლოდ განსხვავებული, ვერტიკალური ხაზების ფონზე გაშლილი წიგნი. მაგიდასთან მჯდომმა ერთ-ერთმა კაცმა შეამჩნია არწივი და ღიმილით ჰკითხა: ჩამოსული ხარ? პირველად ხარ ჩვენთან? რატომღაც არ ესიამოვნა ჩამოსული რომ უწოდეს, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და თავი დაუქნია. კაცი, რომელიც გამოელაპარაკა არწივზე, ცოტა უფროსი ჩანდა. იგი ფეხზე წამოდგა და ხელი ჩამოართვა. აღმოჩნდა, რომ სიმაღლით დაახლოებით ტოლები იყვნენ. ოღონდ არწივი უფრო დაკუნთული და ჩაფსკვნილი ჩანდა. ახალ ნაცნობს დანილა ერქვა. აღმოჩნდა, რომ არწივთან გამოლაპარაკება იმის გასაგებად განიზრახა, რა ხდებოდა პოლიციის საზღვრებს იქით წრიულ ხაზზე, ფაშისტებთან და წითლებთან. უკვე ნახევარი საათის შემდეგ ისხდნენ დანილას ბინაში, რომელიც ერთ-ერთ თაღში მდებარეობდა და ჩაის სვამდნენ. ეს ჩაი ნამდვილად რაღაც გზებით ვედეეხადან უნდა ყოფილიყო მოტანილი. ოთახში იდგა წიგნებით სავსე მაგიდა, რკინის თაროები, რომლებზეც უზარმაზარი ფოლიანტები იყო შემოლაგებული და უბრალო საწოლი. ჭერში ეკიდა 40 ვატიანი ნათურა. კედელზე გაკრული იყო დიდი, ძველი ტაძრის სურათი. არწივი კარგად დააკვირდა ამ სურათს და აღმოაჩინა, რომ ეს ტაძარი კი არა, პოლიციის თავზე მდგომი ბიბლიოთეკა იყო. მასპინძლის შეკითხვების მერე არწივი ჯერი დადგა. რატომ აქვთ აქაურებს თავზე სვირინგები? იკითხა მან. როგორ კასტების შესახებ არაფერი გაგიგია? გაუკვირდა დანილას. პოლიციის საბჭოზეც არაფერი იცი? არწივს ბუდოვნად გაახსენდა, რომ ვიღაც უყვებოდა ამის შესახებ. ვიღაც კი არა, ის კეთილი მოხუცი მიხაილ პორფირიევიჩი. ფაშისტებმა რომ მოკლეს. ხო, სწორედ ისე ეუბნებოდა პოლისში ძალაუფლება სამხედროები და ბიბლიოთეკარები იყოფენო. კი, გამიგია, თავი დაუქნია მან დანილას.
სამხედროები და ბიბლიოთეკარები. მაშენ ბიბლიოთეკარი ხარ? დანილა რატომღაც გაფიქრდა და ხველა აუვარდა, როგორც იქნა დამშვიდდა და ჩუმად უთხრა: არა, რას ამბობ? ხოდესმე გინახავს ცოცხალი ბიბლიოთეკარი? არც გირჩევ. ბიბლიოთეკარები იქ ზემოთ ხედან. დაინახე, როგორი ციხესიმაგრეები გვაქვს აშენებული? გთხოვ, არასოდეს შეგეშალოს ეს. მე ბიბლიოთეკარი კი არა, მცველი ვარ. სხვანაირად ჩვენ ბრამინებს გვიწოდებენ. რა უცნაური სახელია, გაუკვირდა არწივს. როგორ აგიხსნა? აქ რაღაც კასტური სისტემის მსგავსი გვაქვს, ისე როგორც ძველ ინდოეთში, კასტა კლასის მაგვარი რამეა. წითლემ არაფერი გითხრეს ამის შესახებ? მოკლედ, ბრამინები არიან ქურუმები, ინახავენ ცოდნას, აგროვებენ წიგნებს და სწავლობენ მათ. მეომართა კასტა იბრძვის და აქაურობას იცავს. ერთი სიტყვით ძალიან გავს ინდოეთს, იქ ვაჭრებისა და მსახურების კასტებიც იყო. ისინი ჩვენთანაც არიან, ამიტომ ერთმანეთში ინდური სახელებით ვიხსენიებთ. ქურუმები, ბრამინები, მეომრები, ქშატრიები, ვაჭრები, ვაიშიები, მსახურები, შუდრები. კასტის წევრი ხდება ერთხელ და სამუდამოდ. იქიდან გამოსვლა აღარ შეგიძლია. არსებობს კურთხევის განსაკუთრებული რიტუალი. ინდოეთში ადამიანი დაბადებიდანვე წარმოშობის მიხედვით ხდებოდა ამა თუ იმ კასტის წევრი. ჩვენ კი კასტას თვითონ ვირჩევთ. როდესაც 18 წელში გვისრულდება, აქ ბოროვისკაიაზე თითქმის ყველანი ბრამინები ვართ. აქ ჩვენი სკოლაა, ბიბლიოთეკები და სენაკები გვაქვს. ბიბლიოთეკაში განსაკუთრებული რეჟიმია, რადგან იქ წითელ ხაზზე ტრანზიტით მიმავალი ხალხი ირევა, ხო და უხდებათ დაცვა. ომამდე იქ ჩვენები მეტნი იყვნენ, ახლა კი ჩვენები ალექსანდრეს ბაღში გადავიდნენ. არბატსკაიაზე კი ძირითადად ქშატრიები არიან, იმიტომ რომ იქ გენშტაბია. ამდენი ინდური შიშინა სიტყვისგან არწივს თავბრუ დაეხვა და დანილა კითხრობას განაგრძობდა. საბჭოში მხოლოდ 2 ბრამინების და ქშატრიების კასტა შედის. ორთავიანი ფრინველის სვირინგები რატომ აქვთ? შეაწყვეტინა სიტყვა არწივმა. თქვენი წიგნები გასაგებია, ის რაღაც ნიშნავს? ასეთია მათი ტოტემი, აი ჩეჩამხრები ბრამინმა დანილამ. ადრე მგონი ეს რადიაციული ჯარის მფარველი სულის სიმბოლო იყო. თუ არ ვწდები, ორთავიანი არწივია, იმათ რაღაც თავიანთი რწმენა აქვთ. საერთოდ ჩვენთან კასტები ერთმანეთთან კარგ დამოკიდებულებაში არ არიან. ადრე მტრობდნენ კიდეც ერთმანეთს. არწივმა დაინახა, რომ სადგურზე განათებას დაუკლეს. აქაური ღამე დადგა. დროულად უნდა მოეწოდა ღამის გასათევი. სასტუმროები თუ გაქვთ? ჰკითხა დანილას. ხვალ დილის 9 საათზე არბატსკაიაზე შეხვედრა მაქვს. ღამე კი სად უნდა დავრჩე, არ ვიცი. თუ გინდა ჩემთან დარჩი, შესთავაზა დანილამ. მე იატაკზე დავწვევი, ამას შეჩვეული ვარ. მე ვახშამს მოვამზადებ, შენ კი ამას უმაში მომიყევი, კიდევ რა ნახე, სანამ აქეთ მოდიოდი. მე აქედან თითქმის არ გავდივარ, მცველების შინა განაწესი მიკრძალავს ერთ სადგურზე უფრო შორს წასვლას. ცოტა უდანი ყოფნის შემდეგ არწივი დასთანხმდა. ოთახი თბილი და მყუდრო იყო, მასპინძელიც მოსწონდა. 15 წუთის შემდეგ არწივი სოკოს წმენდა, დანილა კი ღორის ხორცს ჭრიდა. ბიბლიოთეკა ერთხელ მაინც გინახავს? კითხა არწივმა დანილას, როცა უკვე მაგიდასთან ისხდნენ და ვახშმობდნენ. დიად ბიბლიოთეკას გულისხმობ? ტონი გაუმკაცრდა მასპინძელს. აი ზემოთ რომ არის, ის ხომ ისევ იქ დგას? ჩანგალი ჭერისკენ აიშვრა არწივმა. დიად ბიბლიოთეკაში ასვლის ნება აქვთ მხოლოდ ჩვენს უხუცესებსა და სტალკერებს, რომლებიც ბრამინებისათვის მუშაობენ, უპასუხა დანილამ. მას სტალკერებს მოაქვთ წიგნები დიადი ბიბლიოთეკიდან? სასწრაფოდ შეასწორა არწივმა, რადგან დაინახა, რომ მასპინძელმა ისევ შეკრა კოპები. ხო, მათ კასტის უხუცესების დავალებით ანდერძის მიხედვით ეს ჩვენ უნდა გვეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ ამისი ძალა არ შეგვწევს. ამიტომ გვიხდება მათი დაქირავება. იმისათვის რომ გადავცეთ ცოდნა მათ, ვინც ამ ცოდნას დაეძებს. ჯერ უნდა მოვიპოვოთ იგი, მაგრამ ვინ გაბედავს იქ შესვლას სტალკერების გარდა? ალბათ რადიაციის გამო არა? ამის გამოც, მაგრამ მთავარი საშიშროება მაინც ბიბლიოთეკარებისგან მოდის, ყრუდ უპასუხა დანილამ. განათქვენ არ ხართ ბიბლიოთეკარები თუ მათი შთამომავლები? მე ასე ამიხსნეს. იცი რა, მოდი სუფრასთან ამაზე ნუ ვილაპარაკებთ და საერთოდ სხვას სთხოვე გიამოს ამის შესახებ. მე მიჭირს ამაზე ლაპარაკი. დანილა მაგიდის ალაგებას შეუდგა. ცოტა ყოფნის შემდეგ კი თაროსთან მივიდა და რამდენიმე წიგნი გადმოიღო.
წიგნების უკან კედლის პატარა ნიშაში არყიანი ბოთლი იდგა. დანილამ ბოთლი გადმოიღო და ჭიქები მოძებნა. არტიომმა, რომელიც ახტაცებით ათვალიერებდა თაროებს, სიჩუმე დაარღვია. რამდენი წიგნი გაქვს? ვდნხ-ს ბიბლიოთეკაში ნამდვილად არ იქნება ამდენი. ისინი უკვე დიდი ხნის წინათ წავიკითხე. თანაც კარგი წიგნი იშვიათობაა. აი, ჩემი მამობილი თუ იშოვის ხოლმე რამეს, მოვაჭრები კი სულ მდარე ლიტერატურას ეზიდებიან, დეტექტივებს და ასეთებს. თანაც რასაც ვკითხულობ, ნახევარი არ მესმის. პოლისში მოხვედრა დიადი ბიბლიოთეკის გამოც მინდოდა. წარმოდგენაც კი მიჭირს, რამდენი წიგნია იქ, თუ კი ამხელა რამე ააშენეს. მან კედელზე გაკრულ სურათს გახედა. არყისგან თვალე ბაჟუჟუნებულ დანილას ეამა არტიომის სიტყვებს, სტუმარს გვერდით მიუჩოჩდა და დამაჯერებლად წარმოთქვა. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წიგნია იქ. დიადი ბიბლიოთეკა ამისათვის არ აუშენებიათ. მთავარი განძი, რომელიც იქ ინახება, სულ სხვაა. არტიომმა გაკვირვებით შეხედა მასპინძელს. ბრამინმა პირი გააღო, რომ თხრობა გაეგრძელებინა, მაგრამ გადაიფიქრა. ადგა კართან მივიდა, გამოაღო. დარწმუნდა, რომ არავინ უსმენდა, მერე უკან დაბრუნდა და ჩურჩულით განაგრძო. დიადი ბიბლიოთეკა ერთადერთი წიგნისთვის ააშენეს. ის იქ არის დამარული. დანარჩენი ლიტერატურა მხოლოდ მის შესანიღბად სჭირდებათ. სწორედ ამ წიგნს ეძებენ, სხვები კი მას დარაჯობენ. რა წიგნს? იკითხა არტიომ ასევე ჩურჩულით. ძველი ფოლიანტია, ანტრაციტივით შავ ფურცლებზე ოქროს ასოებით წერია მთელი ისტორია, ბოლომდე. რატომ ეძებენ? ნუ თუ არ გესმის, თავი გადააქნია ბრამინმა. იქ ბოლომდე წერია ყველაფერი. ეს ბოლო კი ჯერ კიდევ შორსაა. ვიღაცამ იცის რა მოგველის. ფანჯარაში უცებ ლანდმა გაიელვა. არტიომმა შეამჩნია იგი და დანილას ანიშნა. ბრამინმა თხრობა შეწყვიტა და კარისკენ გაიქცა. არტიომის უკან მიჰყვა. ბაქანზე არავინ იყო, მხოლოდ გასასვლელიდან ისმოდა ფეხის ხმა, რომელიც მალე მიწყდა. ესკალატორთან მსხდომ გუშაგებს მშვიდად ეძინათ. როდესაც ოთახში დაბრუნდნენ, არტიომი მოელოდა, რომ ბრამინი თხრობას გააგრძელებდა, მაგრამ უკვე გამოფხიზლებული დანილა სასტიკუარზე დადგა. ამის მოყოლა აკრძალული გვაქვს, მოუჭრა მოკლედ. ანდერძის ეს ნაწილი მხოლოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ. დავთვერი და წამოვწდა. არავის უთხრა, რომ ჩემგან გაიგონე. თუ ვინმე გაიგებს, რომ ამ წიგნის არსებობა იცი, ძალიან ცუდად გექნება საქმე. კარგი დღე არც მე დამადგება. უცებ არტიომი მიხვდა, რატომ დაუარა ტანში ჟურვანტელმა, როცა ბრამინმა ამ წიგნზე ჩამოვაგდო საუბარი. გაახსენდა. ერთი კი არა, რამდენიმე წიგნია, ხომ? იკითხა ფრთხილად. დანილამ ყურადღებით შეხედა. რას გულისხმობ? გეშინოდეს ჭეშმარიტებისა, რომელი დამარხულ არს ძველ ფოლიანტებში, სადაც სიტყვები ოქროთი არს წერილი, ქაღალდი კი ანტრაციტივით შავია და არ იწვის. ნელა წარმოთქვა არტიომმა. თვალწინ დაუდგა ბურბონი, რომელიც გაშაშებული სახით იმეორებდა ვიღაცის ნაკარნახევ გაუგებარ სიტყვებს. ბრამინი გაოცებული მიაჩერდა არტიომს. ეს საიდან იცი? ხილვა მქონდა. მაშინ ხომ ერთი წიგნი არ არის, სხვა წიგნებში რა წერია? არტიომმა კვლავ გახედა ბიბლიოთეკის ნახატს. მხოლოდ ერთი წიგნი დარჩა, სულ სამი იყო. როგორც იქნა, ამოთქვა დანილამ. მათში აღწერილი იყო წარსული, ანწყო და მომავალი. პირველი ორი ტომი, რომლებშიც წარსულის და ანწყოს შესახებ ეწერა, დიდი ხნის წინ განადგურდა. დარჩა მხოლოდ მესამე და ყველაზე მთავარი. მერე და სად არის ეს წიგნი? მთავარ წიგნსაცავშია, 40 მილიონ ტომში ერთ-ერთი, სრულიად ჩვეულებრივ ყდაში ჩასმური. სწორედ ის არის და რომ იპოვო, ყველა ტომი უნდა გადაშალო და გადაფურცლო. გადმოცემის მიხედვით ფოლიანტს მართლაც შავი ფურცლები აქვს. ყველა ტომი რომ ნახო, ამისათვის 70 წელი უნდა იმუშაო შეუსვენებლივ. იქ კი ერთ დღეზე მეთხანს გაჩერება შეუძლებელია. თანაც ვინ მოგცემს საშუალებას წყნარად დაათვალიერო ყველა ტომი? აღარ გზის ამაზე ლაპარაკი. დანილამ იატაკზე ლოგინი გაიშალა, სანთელი აანთო და შუქი ჩააქრო. არტიომიც დაწვა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამდენ ხანს არ დაესვენა, რული არ გაკარებია. საინტერესოა ბიბლიოთეკაში რომ ადიხარ, კრემლს თუ ხედავ? იკითხა მან. რა თქმა უნდა ხედა, უპასუხა ძილღვიძლში დანილა, მაგრამ მისი ყურება არ შეიძლება. გნუსხავს. ეგ როგორ? დანილა წამოჯდა და იდახს და ეყრდნო. უკმაყოფილო ჩანდა, ცნობის მოყვარე არტიომი დაძინების საშუალებას რომ არ აძლევდა. სტალკერები ამბობენ, რომ კრემლის ყურება არ შეიძლება. განსაკუთრებით კოშკურებზე დამაგრებული ვარსკვლავების. შეხედავ და თვალს ვეღარ მოსწყვეტ. გიზიდავს და გაიძულებს მისკენ წახვიდე. ტყუილად კი არ არის კრემლის ყველა ჭიშკარი ღია. ამიტომ დიად ბიბლიოთეკაში სტალკერები მარტო არ დადიან. ერთი თუ გაითიშება, მეორე მოიყვას ჭკუაზე. კრემლში რაღა არის? ჩურჩულით იკითხა არტიომმა. ეგ არავინ იცის.
რადგან იქ შესული უკან აღარ გამოსულა. აი იმ თაროზე წიგნი დევს ძალიან საინტერესო ამბებით სვასტიკებზე და ვარსკვლავებზე, კრემლის ვარსკვლავებზეც. დანილა ადგა წიგნი გადმოიღო, საჭირო ადგილი მოძებნა და ისევ საბანში შეძვრა. მას პინძას მალე ჩაეძინა. არტიომმა კი სანთელი ახლოს მიიდგა და კითხვა დაიწყო. ურთიერთ დაპირისპირებული მხარეები, რომლებიც პირველი რევოლუციის შემდეგ ძალაუფლებისათვის იბრძოდნენ, ბოლშევიკებს სერიოზულ მოწინააღმდეგეებად არ მიიჩნევდნენ. ამ პარტიას მხარს არ უჭერდა გლეხობა. ის მხოლოდ მუშათა კლასის რიგებში და სამხედრო ფლოტში არსებულ თავის მცირერიცხოვან მომხრეებს ეყრდნობოდა. ვ.ი. ლენინი ალქიმიასა და სულებთან ურთიერთობას შვეიცარიის დახურულ სკოლებში სწავლობდა. ამიტომ მან მოახერხა მთავარი მოკავშირეების პოვნა სამყაროთა შორის არსებული ბარიერის მეორე მხარეს. სწორედ ამ პერიოდში პენტაგრამა იქცა კომუნისტური მოძრაობისა და წითელი არმიის სიმბოლოდ. ცნობილია, რომ პენტაგრამა ყველაზე გავრცელებული და დამწყებებისათვის უფრო ხელმისაწვდომი პორტალი დემონებს გზას უხსნის ჩვენი სამყაროსკენ. ამასთან პენტაგრამის შემქმნელს შეუძლია აკონტროლოს და თავის სამსახურში ჩააყენოს გამოძახებული დემონი. ჩვეულებრივ პენტაგრამას სვამენ წრეში, რადგან დემონს არ შეუძლია გადალახოს მისი პერიმეტრი. ეს კეთდება იმისათვის, რომ შეიძლებოდეს გამოძახებული ბოროტის სულის უკეთ გაკონტროლება. უცნობია თუ როგორ შეძლეს კომუნისტური მოძრაობის წინამძღოლებმა იმის მიღწევა, რაზედაც ოცნებობდნენ ყველა დროის შავი მაგები, კავშირის დამყარება დემონ ბრძანებლებთან, რომელთაც ემორჩილებიან მათი უფრო სუსტი თანამოძმეების ურდოები. სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ თვით მბრძანებლებმა იგრძნეს მომავალი ომებისა და ჯერ არნახული სისხლის ღურის ჟამის მოახლოება. თვითონ მიუახლოვდნენ სამყაროთა შორის საზღვარს და უხმეს მათ, ვინც საშუალებას მისცემდა ადამიანების მსხვერპლის ყველაზე დიდი მოსავალი მოეწიათ. ამის სანაცვლოდ მხარდაჭერასა და დაცვას შეჰპირდნენ. სიმართლეა, რომ ბოლშევიკების ხელმძღვანელობას გერმანიის დაზვერვა აფინანსებდა, მაგრამ არასწორია თითქოს ვ.ი. ლენინმა და მისმა თანამებრძოლებმა მხოლოდ უცხოელი პარტნიორების წყალობით მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. კომუნისტების მომავალ ბელადს უკვე მაშინ კაიზერის გერმანიის დაზვერვის მაღალ ჩინოსნებზე გაცილებით უფრო ძლიერი და ჭკვიანი მფარველები ჰყავდა. თანამედროვე მკვლევრებისათვის, რა თქმა უნდა, უცნობია ბნელეთის ძალებთან საიდუმლო შეთანხმების დეტალები, მაგრამ მისი შედეგები კი სრულიად ნათელია. ცოტა ხნის შემდეგ პენტაგრამებმა დაამშვიდეს დროშები, წითელ არმიელთა ქუდები და მათი სამხედრო ტექნიკა. პენტაგრამა გზას უხსნიდა ამ ნიშნის მფლობელის მფარველ დემონს. გასამჯელოს დემონები, რა თქმა უნდა, სისხლით იღებდნენ. მხოლოდ მე-20 საუკუნეში ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით მათ 30 მილიონამდე ადამიანი შეწირეს მსხვერპლად. ამ ხელშეკრულებამ ნამდვილად გაამართლა. ბოლშევიკებმა ხელში აიღეს ძალაუფლება და განიმტკიცეს კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ თვით ლენინი 54 წლის ასაკში შთანთქა ჯოჯოხეთის ცეცხლმა, ეს საქმე მისმა მიმდევრებმა გააგრძელეს უყოყმანოდ. მალე მთელი ქვეყნის დემონიზაცია მოხდა. სკოლაში შესული ბავშვები გულზე პირველ პენტაგრამას იმაგრებდნენ. ცოტა ვინმე თუ იცის, რომ თავდაპირველად ოქტომბრელად მიღების რიტუალის დროს ნიშანი ბავშვის სხეულზე უნდა მიემინათ და არა ტანსაცმელზე. ამგვარად ოქტომბრელის ნიშნის დემონი თავისი პატრონის სისხლს პირველად სინჯავდა და მასთან საკრალულ კავშირს ამყარებდა. როდესაც ბავშვი პიონერი ხდებოდა, ახალ პენტაგრამას იღებდა. მასზე ბელადის ოქროსფერი გამოსახულება ცეცხლში იწვოდა. ამით ახალგაზრდა თაობას უნერგავდნენ თავგანწირვას. ამას მოსდევდა კომკავშირი, რომლის შემდეგაც რჩეულებს იღებდნენ ქურუმთა კასტაში, კომუნისტურ პარტიაში. ათასობით ბოროტის სული იცავდა ყველას და ყველაფერს საბჭოთა კავშირში, ბავშვებს და მოზარდებს, შენობებს და ტექნიკას. თვით უმაღლესი დემონები კი კრემლის კოშკურებზე დამაგრებულ ბადახშის პენტაგრამებში დასახლდნენ. ისინი ნებაყოფლობით დათანხმდნენ პატიმრობას, რადგან ეს განუზომლად ზრდიდა მათ ძლევამოსილებას. სწორედ აქედან იწყებოდა ის უხილავი ძალოვანი ძაფები, რომლებიც გიგანტურ ქვეყანას კრავდა და ქაოსისა თუ დაშლისგან იცავდა. გარკვეული თვალსაზრისით მთელი საბჭოთა კავშირი იქცა გიგანტურ პენტაგრამად, რომლის დამცავ ზღუდე სახელმწიფო საზღვარი წარმოადგენდა.
არწივმა კითხვა შეწყვიტა და მიმოიხედა. თლად დალეული სანთელი უკვე ხრჩოლავდა. კედლისაკენ შებრუნებულ დანილას ღრმად ეძინა. არწივმა გადაწყვიტა ცოტა კიდევ წაიკითხა და წიგნს მიუბრუნდა. ნაციონალ სოციალისტურ გერმანიასთან შეტაკება საბჭოთა ხელისუფლებისათვის გადამწყვეტ გამოცდად იქცა. შეჯავშნულ ტევტონებს უძველესი და ძლევამოსილი ძალებიც იცავდნენ. მათ მიმდინარე 1000 წლებში უკვე მეორედ მოახერხეს ჩვენს ქვეყანაში შემოღწევა. მათ დროშებზე ამჯერად გამოსახული იყო მზის, სინათლისა და კეთილდღეობის ამობრუნებული სიმბოლო. გამარჯვებიდან 50 წლის თავზე პენტაგრამიანი ტანკები ჯერაც ებრძვიან სვასტიკიან ტანკებს. მუზეუმების პანორამებში, ტელევიზორების ეკრანებზე და ბავშვების სასკოლო რეულების ფურცლებზე. სანთელმა უკანასკნელად ჩაუკრა არწივს თვალი და ჩაქრა. ახლა კი ნამდვილად უნდა დაეძინა. თუ ძეგლს ზურგს აქცევდა, ნახევრად დანგრეულ სახლებს შორის წარმოქმნილ ღიობში მაღალ კედელსა და წვეტიანი კოშკურების სილუეტებს დაინახავდა, მაგრამ მათი შეხედვა არ შეიძლებოდა. ეს არწივს კარგად აუხსნეს. კარისა და კიბის საფეხურების უყურადღებო დატოვებაც აკრძალული იყო, რადგან თუ საჭირო გახდებოდა, სასწრაფოდ უნდა აეტეხა განგაში. კრემლის ვარსკვლავებს თუ დაუწყებდა ყურებას, თვითონაც დაიღუპებოდა და სხვებსაც დაუყევდა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უნდოდა უკან მიხედვა, არწივი გაუმძლევლად იდგა, ზურგშექცევი და სავარძელში მჯდომი პირქუში მოხუცის ძეგლს ათვალიერებდა. მოხუცს თვალები არ ჰქონდა და ქუთუთოებიდან რაღაც ბლანტის სითხეს დიოდა. არწივს ეჩვენებოდა, რომ ძეგლი ტიროდა. დიდხანს ამის ყურება გაუსაძლისი იყო, ამიტომ არწივმა ძეგლს შემოუვარა და კარს შეხედა. სრულ სიჩუმეს მხოლოდ ქარის ზუზუნი არ ღვევდა. რაზმი კარგა ხნის წინათ წავიდა. არწივი კი არ წაიყვანეს. უბრძანეს დარჩენილიყო და ედარაჯა, ხოლო თუ რამე მოხდებოდა, სადგურზე ჩასულიყო და ხალხი გაეფრთხილებიდა. დრო ნელა მიდიოდა. არწივი გარს უვლიდა ძეგლს და ითვლიდა 1, 2, 3. ეს იყო 500-მდე დაითვალა, რომ უკნიდან აჩქარებული ფეხის ხმა და ღრიალი მოისმა. მალე იმდენად ახლოს იყო, რომ ყოველ წუთას შეეძლო თავს დასხმოდა. არწივი გაერიდა, მერე მიწაზე დავარდა, კვარცხლბეკს მიეყრდო და ავტომატი მოიმარჯვა. ძეგლის მეორე მხრიდან ხრინწიანი სუნთქვა ისმოდა. უცნობი არსება არწივს უფრო და უფრო უახლოვდებოდა. ყვაწვილი შეეცადა მშვიდად ყოფილიყო და კუთხე, საიდანაც არსება უნდა გამოჩენილიყო, მიზანში ამოიღო. მოულოდნელად სუნთქვისა და ფეხის ხმა მისუსტდა. ურჩხული აშკარად შორდებოდა. არწივმა იქით გაიხედა, უნდა გაქცეული ავტომატით დაეცხრილა, მაგრამ როგორც კი კოშკურაზე მოკიაფე ვარსკვლავი დაინახა, ყველაფერი გადაავიწყდა. თვით კოშკურა მთვარის მქრქალ შუქში ძლივს ჩანდა. ვარსკვლავი კი წითლად კაშკაშებდა. არწივი თვალებს არ უჯერებდა, მან საველე დურბინდი მოიმარჯვა და გაიხედა. ვარსკვლავი ჩახჩახებდა და გარშემო რამდენიმე მეტრზე ანათებდა ყველაფერს. გიგანტურ ბადახში თითქოს რაღაც მოძრაობდა. ტრიალებდა და ამის გამო ნათებაც კრთოდა. ხან სუსტდებოდა, ხანაც იმატებდა. შეუძლებელი იყო ამ არამქვეყნიური სილამაზისათვის თვალის მოწყვეტა. არა, უფრო ახლოდან უნდა დაინახოს ეს. არწივმა ავტომატი მხარზე მოიგდო, კიბეზე დაეშვა. დახეთქილი ასფალტით დაფარული ქუჩა გადაჭრა და იმ კუთხემდე მიირბინა, საიდანაც უკვე მთელი კედელი და ყველა კოშკურა ჩანდა. ძლივს მოითქვა სული და ისევ დურბინს დასვდა. აღარაფერი ახსოვდა, იდგა და უყურებდა ამ თვალის მომჭრელ სანახაობას. მოეჩვენა, რომ დაინახა რა მოძრაობდა ვარსკვლავების შიგნით. იმისათვის, რომ უკეთ დარწმუნებულიყო, უფრო ახლოს მიიწია და უცებ გაახსენდა. დემონ ბრძანებლები, ეშმაკეული არმიის მარშლები, რომელთაც საბჭოთა სახელმწიფოს დასაცავად მოუხმეს, ის ქვეყანა და მასთან ერთად მთელი მსოფლიოც დაიშალა, მაგრამ კრემლის კოშკურების პენტაგრამები კვლავ ხელუხლებელია. მმართველები, რომელთაც დემონებთან ხელშეკრულება დადეს, დიდი ხანია ცოცხლები აღარ არიან და ვეღარავი გაათავისუფლებს ვარსკვლავების ტუსაღებს. ნუ თუ მართლა ვერავინ, მას ხომ შეუძლია ეს გააკეთოს? უნდა ვიპოვო ჭიშკარი და უნდა შევიდე. გაიფიქრა არწივმა. ადექი მალე, შენი წასვლის დრო მოვა. ჩაესმა ყურში დანილას ხმა. არწივმა დაამტკნა რა და თვალები მოიფშნიდა. იცოდა, რომ რაღაც ძალიან საინტერესო სიზმარი გააწყვეტინეს, მაგრამ რა ვეღარ მოესაზრებინა. გათენებულიყო. დამლაგებელი ქალები ბაქანს გვიდნენ. გარედან მათი მხიარული ლაპარაკი ისმოდა. არწივმა მზის სათვალე გაიკეთა. დანილას მიცემული არც თუ ძალიან სუფთა პირსახოცი მხარზე გადაიკიდა და პირის დასაბანად ბრინჯაოს პანოსთან ჩამწკრივებულ ტუალეტებთან რიგში ჩადგა. ნელ-ნელა მიიწევდა წინ, უცებ რიგი გაჩერდა და ხალხი აჩოჩქოლდა.
ყველა რკინის კარისაკენ იყურებოდა. გუშინ ჩარაზული კარი ახლა ღია იყო და ზურგზე მაღალი მხარბეჭიანი კაცი იდგა. მის დანახვაზე არწივს მაშინვე დაავიწყდა, რისთვის იყო აქ მოსული. სტალკერი. მამობილისა და ვაჭრების მონაყოლის მიხედვით, სწორედ ასე წარმოედგინა ნამდვილი სტალკერი. დასრული და ალაგ-ალაგ დამწვარი დამცავი კომბინეზონი, გრძელი მძიმე ჯავშან ჟილეტი, მხარზე გადაკიდებული უშველებელი ხელის ტყვიამფრქვევი, უხეშყელიან ფეხსაცმელში ჩატანებული შარვალი და ზურგზე მოგდებული დიდი ბრეზენტის ჩანთა. სტალკერმა მუზარადი მოიხადა, აირწინაღი მოიძრო, საგუშაგოს უფროსთან მივიდა და საუბარი გაუობა. შუახანს გადაცილებული იქნებოდა, გაუფრილი სახე შევერცხლილი წვერით ჰქონდა დაფარული. გრუზა თამაშის ჭაღარა შეეპარებოდა, მაგრამ ძალიან ძლიერი და თავდაჯერებული ჩანდა. აშკარა იყო, რომ ამ შვიდ სადგურზეც კი იგი ერთი წუთითაც არ ადუნებდა ყურადღებას და მზად იყო ღირსეულად დახვედროდა ნებისმიერ გამოწვევას. რიგი ისევ დაიძრა, ხოლო დაწვომი იდგა გაუმძრევლად და სტალკერს თვალს არ აშორებდა. მის უკან მდგომი ადამიანები ჯერ შეეცადნენ დაეჩქარებინათ იგი, მერე კი თავი დაანებეს და უბრალოდ გვერდს უულიდნენ. ამასობაში დანილამაც მოაკითხა. არჩევ რას დამდგარხარ აქ, დაგაგვიანდება, დაუძახა ბრამინმა. სტალკერმა ეს სახელი რომ გაიგონა, საუბარი შეწყვიტა, ყმაწვის ყურადღებით შეხედა და ურცებ არწიომისკენ გამოემართა. ვედეეხანან ხარ? იკითხა მან. არწიომა იგრძნო, როგორ მოეკვეთა მუხლები და უხმო დაუკრა თავი. შენ ეძებ მელნიკს? განაგრძო კაცმა. არწიომა კვლავ თავი დააქნია. მე ვარ მელნიკი. რა დაგაბარეს ჩემთან? სტალკერი ყმაწვილის თვალს არ აშორებდა. არწიომა სასწრაფოდ მოიხსნა ყელზე შებმული ვაზდა და კაცს გაუწოდა. სტალკერმა ტყავის ხელთათმადი გაიძრო. ვაზდა სახურავი მოხსნა და იქიდან ქაღალდის ნაგლეჯი ამოიღო. წამოდი, მიმართა არწიომს. მაპატია რომ გუში ვერ შეგხვდი, როცა დარეკეს, უკვე ზევით მივდიოდით. არწიომი დანილას სწრაფად დაემშვიდობა და მელნიკს ესკალატორებისაკენ გაჰყვა. იქით, სადაც არბაცკაიას გადასასვლელი იწყებოდა. სტალკერი სწრაფად მიალაჯებდა. არწიომი ცდილობდა არ ჩამორჩენოდა მას. ჰანტერისაგან ხომ არაფერი ისმის? ბიჭმა მოკრძალებით კითხა მელნიკს. არაფერი, ეჭვი მაქვს, იმ თქვენ შავებს უნდა ვკითხოთ. სად არის და რა დაემართა? სამაგიეროდ ვედეეხადან ბევრი, ზედმეტად ბევრი ამბავი მოდის. არწიომს გულმა გამალებით დაუწყო ცემა. რა ამბებია? იკითხა მან, რაც შეიძლებოდა მშვიდად. კარგი არაფერი, მიუგო სტალკერმა. შავებმა ისევ მიიტანეს იერიში. ერთი კვირის წინ დიდი ბრძოლა იყო. 5 ადამიანი დაიღუპა. ჩანს, შავები სულ უფრო მატულობენ. სადგურიდან ხალხი გარბის. ვეღარ უძლებს ამ საშინელებას, ასე რომ მართალი იყო ჰანტერი, როცა მეუბნებოდა, რომ თქვენთან ცუდი ამბები ხდება, გუმანით გრძნობდა. ხომ არ იცით ვინ დაიღუპა? იკითხა არწიომა შიში. თან ცდილობდა გაეხსენებინა ვის უწევდა მორიგეობა ერთი კვირის წინ ამ დღეს. ჟენკას, ანდრეის თუ ვინმე სხვას. ოღონდ ჟენკა არ იყოს. საიდან უნდა ვიცოდე? იქ გარდა იმისა, რომ ეს უგვანოები მოძრებიან, მშვიდობის გამზირის გარშემო გვირაბებში რაღაც უბედურება ხდება. ადამიანები ჭკუიდან იშლებიან, რამდენიმე კაცი გარდაიცვალა. რა უნდა ვქნათ? დღეს საბჭოს ხდომა იქნება, მოვისმინოთ რას გვეტყვიან უხუცესები, ბრამინები და გენერლები. თუმცა ვეჭვობ, რომ შეძლო დახმარება, პოლისს ძლივს იცავენ, ისიც იმიტომ, რომ მას სერიოზულად არავინ უტევს. ამასობაში არბაცკაიაზე გავიდნენ. აქაც ვერცხლის წყლის სანათურებიანთო და საცხოვრისები აგურით ამოშენებულ თაღებში გაემართათ. ზოგიერთ ბინას სამხედროები იცავდნენ. საერთოდ აქ ძალიან ბევრი სამხედრო იყო. შეთეთრებულ კედლებზე ოქროს არწივებიანი დროშები ეკიდა. სადგურზე ხალხმრავლობა იყო. დასეირნობდნენ გრძელ ხალათებში ჩაცმული ბრამინები. დამლაგებლები იატაკს რეცხავდნენ და უკმაყოფილოდ დაჰკვირვდნენ მათ, ვინც სველზე გაივლიდა. სხვა სადგურებიდანაც ბევრი ადამიანი იყო მოსული. მათ შავი სათვალე ეკეთათ, ან ხელით იჩრდილავდნენ თვალებს. მაქანზე მხოლოდ საცხოვრებელი ბინები და ადმინისტრაციული სათავსოები იყო. სავაჭრო რიგები და სასადილოები გადასასვლელებში იყო გატანილი. მელნიკმა არწიომი ბაქნის ბოლოს მიიყვანა, საიდანაც ადმინისტრაციის ოთახები იწყებოდა. მარმარილოს გრძელ სკამზე დასვა, დამელოდეო სთხოვა და წავიდა. არწიომი ათვალიერებდა ჭერზე გამოყვანილ ბარელიეფებს და ფიქრობდა იმაზე, რომ პოლისმა მისი მოლოდინი გაამართლა. მართლაც აქ ხალხი განსხვავებულად ცხოვრობდა და არც ისე გაბროტებული ჩანდა, როგორც სხვა სადგურებზე. ცოდნასა და კულტურას აქ ალბათ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ. სტალკერთან ერთად აქეთ რომ მოდიოდა, გადასასვლელში რამდენიმე ადგილას
დახვავებული წიგნების გროვა შეხვდა. ალაგ-ალაგ ეკიდა აფიშები, რომლებიც ხვალ საღამოს შექსპირის პიესის პრემიერას იტყობინებოდა, სადღაც მუსიკა უკრავდა. გადასასვლელით და მეტროს ორივე სადგურით ძალიან კარგად იყო მოვლილი. ხელოსნების ბრიგადები არემონტებდნენ კედლებში გაჩენილ ბზარებსა და ღრმულებს. გვირაბში ყოველ 100 მეტრში ელექტრონათურა ეკიდა, იქაც სისუფთავე და წესრიგი იყო. დრო და დრო ლიანდაგზე ჩაივლიდნენ ხოლმე დატვირთული დრეზინები. ზოგი მათგანი ჩერდებოდა იმისათვის, რომ გზავრები გადმოესხა, ან წიგნებით სამსაყუთები დაეტვირთა. ამ წიგნებს პოლისი მთელ მეტროში აგზავნიდა. ეს ყველაფერი შეიძლება მალე დამთავრდეს. ვდნხ უკვე ვეღარ უძლებს ამ ურჩხულების შემოტევას. გაიფიქრა უცებ არწივმა, გაახსენდა რა განიცადა იმ საშინელ ღამეს, როცა საგუშაგოზე მორიგეობდა და შავები დაესხნენ თავს. ნუ თუ ვდნხ დაეცემა, მაშინ აღარ ექნება სახლი. ნუ თუ მისი მამობილი და მეგობრები მოასწრებენ გაქცევას, ეს დიდი ბედნიერება იქნება. თუ მისი მამობილი და მეგობრები მოასწრებენ გაქცევას, ეს დიდი ბედნიერება იქნება. მაშინ იმის იმედი მაინც დარჩება, რომ მოდესმე შეხვდება მათ. თუ მელნიკი დღეს ეტყვის, რომ მან უკვე შეასრულა თავის დავალება, მაშინ ის დაუყოვნებლივ გაუდგება გზას მშობლიური სადგურისკენ. თუ ვდნხ-ს უწერია, რომ შავების გზაზე ერთადერთ ბარიერად იქცეს, თუ მისი მეგობრები და ახლობლები უნდა დაიღუპონ მათთან ბრძოლაში, მაშინ არწივი ამ სამოთხეს კი არ შეაფარებს თავს, არამედ მათ გვერდით დადგება. უცებ ძალიან მოუნდა შინ დაბრუნება. ნეტავ ცალი თვალით მაინც დაანახა ჩაის ფაბრიკა, დიდი მწვანე კარვები. ჟენკასთან ლაპარაკით ძალიან მოენატრა, რომ დაბრუნდება, აუცილებლად მოუყვება თავის თავგადასავალს. ჟენკა ნამდვილად არ დაიჯერებს, ნახევარსაც კი, თუ რა თქმა უნდა, ისევ ცოცხალია. წამოდი არწივ, დაუძახა მელნიკმა, შენთან ლაპარაკი უნდათ. სტალკერს გაიხადა თავისი ფორმა და შავი ყელიანი სვიტრი და ბევრი ჯიბიანი შარვალი ეცვა. აი ისეთი ჰანტერსაც რომ ჰქონდა. მელნიკი გარეგნულად სრულებით არ გავდა ჰანტერს, მაგრამ ქცევა და საუბარი ამ ორ ადამიანს ერთნაირი ჰქონდა. ოთახში, რომელშიც შევიდნენ, კედლები მუხის ფარებით იყო მოპირკეთებული. კედლებზე ერთმანეთის პირდაპირ იყო ორი სურათი ეკიდა. ერთზე არწივისათვის უკვე ნაცნობი ბიბლიოთეკა იყო გამოსახული. მეორეზე კი თეთრი ქვის მაღალი შენობა. მეორე სურათს ქვეშ წარწერა ჰქონდა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბი. შუა ოთახში იდგა ხის დიდი მაგიდა, რომელსაც დაახლოებით 10 ადამიანი უჯდა. ნახევარს ბრამინების რუხი ხალათები ეცვა, ნახევარს კი ოფიცრის საზაფხულო ფორმა. ბრამინები ბიბლიოთეკის სურათის ქვეშ ისხდნენ, სამხედროები კი გენშტაბის გამოსახულების ქვეშ. მაგიდის თავში მელოტი და სათვალიანი შავ პიჯაკსა და ჰალსტუხში გამოწყობილი დაბალი კაცი იჯდა. მას კასტის აღნიშნული სვირინგი არ ჰქონდა. საქმეზე გადავიდეთ, მოჭრა მან მკაცრად. მოგვიყევი ყველაფერი, რაც იცით, თქვენი სადგურიდან მშვიდობის გამზირამდე, გვირაბებში არსებული სიტუაციის ჩათვლით. არწივმა დაწვრილებით აღწერა თავისი სადგურის მკვიდრთა დაპირისპირება შავებთან. შემდეგ ის თუ რა დაავალა ჰანტერმა. როდესაც მოყვა თუ რა შეემთხვა ალექსეევსკაიას, ჟირსკაიასა და მშვიდობის გამზირს შორის მდებარე გვირაბებში, სამხედროები და ბრამინები აჩურჩულდნენ. კუთხეში მჯდომი ოფიცერი ოქმს წერდა. საბჭოს წევრებს დიდ ინტერესს ვერ ატყობდა, თუმცა პოლიანკის ამბების აღწერისას ერთ-ერთმა სამხედრომ 50-ოდე წლის ჩაფსკვნილმა კაცმა აღშფოთებით წამოიძახა. როგორ გეკადრებათ, ზუსტად ვიცით, რომ პოლიანკა დაუსახლებელია. ადამიანებმა იქაურობა დიდი ხნის წინ მიატოვეს. იქ ყოველდღიურად ათობით მგზავრი გადის, მაგრამ ცხოვრებისათვის გამოუსადეგარია, რადგან იქ პერიოდულად იფრქვევა გაზი, ყველგან კიდია გამომთხელებელი ნიშანი. რა თქმა უნდა, იქ არც კატებია და არც მაკულატურა. ბაქანი სრულიად სარიელია. გთხოვთ შეწყვიტოთ თქვენი ინსინუაციები. დანარჩენმა სამხედროებმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს. არწივი დაიბნა და გაჩუმდა. როცა პოლიანკაზე მოხვდა, ერთი წუთით ნამდვილად გაუველვა თავში აზრმა, რომ იქაური მშვიდი ატმოსფერო ძალიან უჩვეულო იყო მეტროსათვის, მაგრამ კაცები, რომლებიც იქ დახვდნენ, სავსებით რეალურები ჩანდნენ. ბრამინებმა მხარი არ დაუჭირეს სამხედროების აზრს. მათ შორის ყველაზე უფროსმა თეთრი წვერიანმა მოხუცმა ინტერესით შეხედა არწივს და უცნობ ენაზე რამდენიმე სიტყვა გადაულაპარაკა გვერდით მსხდომებს. გას, როდესაც ჰაერს ერევა, ჰალუცინოგენური თვისებები უჩნდება. მშვიდობიანი ტონით წარმოთქვა ბრამინმა, რომელიც მოხუცის მარჯვნივ იჯდა.
ჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა ამ ყვაწვილის მიერ მოწოდებული სხვა ინფორმაცია დავიჯეროთ? კუშტა წარმოთქვა ოფიცერმა. მადლობას გიხდით მოხსენებისათვის, წარმოთქვა თავმჯდომარემ. საბჭო იმსჯელებს მასზე და თქვენ ჩვენს გადაწყვეტილებას შეგატყობინებენ. თავისუფალი ხართ. არტიომი გასასვლელისაგან გაემართა. თუ მისი საუბარი იმ კაცებთან, რომლებიც პოლიანკაზე ყალიონს ეწეოდნენ, ჰალუცინაცია იყო? თუ ეს ასეა, მაშინ მისი რჩეულობის იდეაც და რწმენა, რომ შეუძლია თავისი ბედი მართოს, სანამ განგების ნებას ემსახურება, მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია. ახლა უკვე ის უცნაური ამბავი, რომელიც ბოროვიცკაიასა და პოლიანკას შორის მდებარე გვირაბში შეემთხვა, სასწაულად აღარ ეჩვენებოდა. შესაძლოა, ესეც გაზის გავლენით დაემართა. არტიომი სათათბირო ოთახის წინ გრძელ სკამზე ჩამოჯდა. შიგნიდან ხმამაღალი ლაპარაკი ისმოდა. ჩანდა, საბჭოს წევრები გაცხარებით კამათობდნენ, მაგრამ ყვაწვილს არ უცდია ყურის მიგდება. სადგურზე ხალხი დადიოდა. დრო და დრო ჩაივლიდნენ ხოლმე დატვირთული დრეზინები და მოტორიზებული მზიდები. დრო გადიოდა. არტიომი კი იჯდა და ფიქრობდა, არსებობდა თუ არა სინამდვილეში მისი მისია, თუ მან თვითონ მოიგონა ის, რა უნდა იქნა ეხლა, სად უნდა წასულიყო? ვიღაცა მხარზე შეახო ხელი. ეს ის ოფიცერი იყო, რომელიც მის მონათხრობს იწერდა. საბჭოს წევრებმა გადმოგცეს, რომ მათ არ შეუძლიათ რამით დაეხმარონ თქვენს სადგურს. ისინი მადლობას გიხდიან იმისათვის, რომ დაწვრილებით მოახსენეთ მეტროში არსებული სიტუაციის შესახებ. თქვენ თავისუფალი ხართ. ყველაფერი დამთავრებული იყო. პოლის არ შეეძლო დახმარება. არტიომმა გააკეთა რაც შეეძლო, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. ახლა იწყა დარჩენია დაბრუნდეს მშობლიურ სადგურზე და მხარში ამოუდგეს ვდნხ-ს მცველებს. ყვაწვილი ადგა და უმისამართოდ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. როცა ბოროვიცკაიასკენ მიმავალ გადასასვლელს მიუახლოვდა, მოესმა, რომ მის უკან ვიღაცამ ჩაახველა. არტიომი შებრუნდა და დაინახა ბრამინი, რომელიც უხუცესის გვერდით იჯდა. ნუ ჩქარობთ ახალგაზრდა, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ზოგ რამეზე დავილაპარაკოთ. ზრდილობიანად გაუღიმა ბრამინმა. საბჭოს არ შეუძლია თქვენი დახმარება, მაგრამ იქნებ თქვენი მონამორჩილი აღმოჩნდეს თქვენთვის სასარგებლო. ბრამინმა ხელის ტაცა არტიომს და ერთ-ერთი ამოშენებული თაღისაკენ წაიყვანა. ამ ბინას ფანჯარა არ ჰქონდა, მხოლოდ კარი. არც ნათურაენთო. იქ შეკრებილთა სახეებს მკრთალად ანათებდა სანთელი. როდესაც შიგნით შევიდნენ, არტიომის მეგზურმა ეს სანთელიც ჩააქრო და ოთახში სრულმა წყდიანმა დაისადგურა. მართალია თუ არა ის, რაც საბჭოს ხდომაზე პოლიანკის შესახებ მოყევი? გაისმა საიდანღაც ჩახლეჩილი ხმა. მართალია, უკუყმანოდ უპასუხა არტიომმა. იცი თუ არა, რომ ჩვენ ბრამინები პოლიანკას ბედისწერის სადგურს ვუწოდებთ? და იქ ქშატრიებს ეგონოთ, რომ ადამიანებს იქ რაღაცეები გაზის გამო ელანდებათ. ჩვენ არ მივიჩნევთ საჭირო თვალი ავუხილოთ ჩვენს უწინდელ მტრებს და გვჯერა, რომ ამ სადგურზე ადამიანები ხვდებიან განგების დესპანებს. გზავრთა უმეტესობისათვის განგებას არაფერი აქვს სათქმელი, ამიტომ ისინი ცარიელ სადგურს ხედავენ, მაგრამ ისინი, ვინც პოლიანკაზე ვიღაცას ხვდებიან, უნდა დიდი ყურადღებით მოეკიდონ ამ შეხვედრას და სამუდამოდ დაიხსოვონ, რაც იქ მათ უთხრეს. შენ გახსოვს ეს? უკვე დამავიწყდა იცრუ არტიომმა, რადგან მაინც და მაინც არ ენდობოდა ამ ადამიანებს, რომლებიც რაღაც სექტის წევრებს აგონებდნენ. ჩვენ უხუცესები დარწმუნებულნი არიან, რომ შემთხვევით არ მოსულ ხარ აქ. შენ ჩვეულებრივი ადამიანი არა ხარ. შენი განსაკუთრებული ნიჭი, რომელმაც უკვე არაერთხელ გადაგარჩინა, შეიძლება ჩვენს გამოგვადგეს. ამის სანაცვლოდ ჩვენ დავეხმარებით ჩვენს სადგურს. ჩვენ ძალიან დიდ ცოდნას ვფლობთ და შეგვიძლია ვდნხ-ს ვუშველოთ. რა შუაში აქ ვდნხ? ვერ მოითმინა არტიომმა. თქვენ ყველანი მხოლოდ ამაზე ლაპარაკობთ. ვითომ არ გესმით, რომ მე აქ მოვედი არა მარტო ჩემი სადგურის გამო, ყველა თქვენგანს ემუქრება ეს საშიშროება. ჯერ ვდნხ დაეცემა, მერე მთელი ხაზი, ბოლოს კი მთელი მეტრო განადგურდება. პასუხი არავის გაუცია. სრულ სიჩუმეში მხოლოდ ამოცნაური სერობის მონაწილეთა სუნთქვა ისმოდა. არტიომმა ერთხელ შეიცადა, ბოლოს კი ვეღარ გაუძლო დაძაბულ სიჩუმეს და იკითხა, რა უნდა გავაკეთო? უნდა ახვიდეს ზევით. დიდ წიგნსაცავში. იპოვო ის, რაც კანონით ჩვენ გვეკუთვნის და დაგვიბრუნო. თუ შეძლებთ მის პოვნას, ჩვენ გასწავლით იმას, რაც დაგეხმარება საშიშროების დამარცხებაში. დაიწვას დიადი ბიბლიოთეკა, თუ ვცრუობდე.